წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის 18 გახლავთ, ხუთშაბათია და ეს იმას ნიშნავს, ეთერშია გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი, გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე, გადაცემა, რომელიც ასე ძალიან შევიყვარეთ ყველამ, შემქმნელებმა, წამყვანებმა, მსმენელებმა, უძღვებით ორნი, ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. გადაცემა გვაქვს ორ ენაზე, იმით არის ეს უნიკალური, განსაკუთრებული, მეგრულად და ქართულად და ისტორიულად დადასტურებული ფაქტებით, არქეოლოგიურადაც. ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ქრონოლოგია გვაქვს და ზოგადად გადაცემები, ესე შეიძლება ითქვას უამრავი. ყოველდღიური გადაცემა მოისმინეთ ლაივ რეჟიმში FM-ზე 105 და 9, ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე, ასევე ინტერნეტით radio.net.lg, ნახეთ YouTube-ზე ყოველდღიური გადაცემა, ჩანაწერები ცხადია, მოზებნეთ, უბრალოდ ძალიან მარტივად ჩაწერთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ასევე ჩანაწერებს ნახავთ web-ზე radio.net.lg და Facebook-ზე radio 10. მე და ბატონი ლაშა ცხადია სტუდიაში გახლავართ და უკვე ვემზადებით და კარგი ხანია ვემზადებით თქვენთან შესახვედრად ბატონი ლაშა, онჯუა ჯირობუაშ მიჭოზოჯუნ. Onjuac girobuash Yosur Batan Sofio, Onjuac girobuash, Chki Radio Marchkilepi. Muchozojun, Batalasha, muchozojun. Mardis Migoshinant, giroburek, თქვა muchozojun. ახალი ჯიროორეკ, ამღაც იჯგუა თემა მიღუნა, არ შეიძლება ცუდად არ იყო. დღეს რაღაცნაირად ბირჩონია თავიდან ქართულად დავიწყო, იმიტომ რომ ისტორიას ეხება, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემა, ფაქიზიც, შეიძლება ითქვას, ათუთიც. და აქედან გამომდინარე, შეცდომა არ გვეპატიება, მოკლედ. საბედიანოზე ვსაუბრობთ დღეს. კი ბატონო. ნამდვილად დღეს ჩვენი თემა არის საბედიანო, ცოტა სენსიტიური თემა. მათაც ვწანებთ. მეორე მხრივ აღსანიშნავია ის, რომ ეს თემა ნაკლებად არის შესწავლილი, ანუ ასე რომ ვთქვა, სიღრმისეულად, სრულფასოვნად სამწუხაროდ ეთყობა ისტორიკოსებმა ყურადღება არ მიაქციეს და ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა ზოგადი სურათი წარმოდგენა ჩვენ თამამად შეგვიძლია გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს გადმოცემები არა მარტო ქართული და ადგილობრივი წყაროები დღესდღეობით უკვე არქივები გაიხსნა და უცხოური წყაროების და მოკლედ ეს გვეხმარება იმაში რომ სრულად გავიაზროთ, თუმცა ჩვენი რადიო გადაცემების შინაარსიდან და ფორმატიდან გამომდინარე შეუძლებელია რომ საბედიანოზე სრულად ისაუბრე, ეს შეიძლება მთელი რიგი გადაცემათა ციკლი გააკეთო, იმდენად საინტერესოა და იმდენად მრავალფეროვანია და დინამიკაც ისეთია და ამიტომაც დღეს უფრო გვექნება საუბარი ზოგადი ხასიათის, თუ რას წარმოადგენდა საბედიანო, ისტორიულ-გეოგრაფიული მდებარეობა რა იყო და პლუს მერე აი ძალიან საინტერესო ნიუანსები იკვეთება, რომ აი მე-15 საუკუნის შემდეგ ახალი ტენდენცია მკვიდრდება და უკვე საბედიანოს საზღვრები ირღვევა და ამას რა დემოგრაფიული ძვრები უშლიდა ხელს, უფრო სწორედ რა მოახდინა ამაზე გავლენა, ამაზე გვექნება საუბარი და აგრეთვე გვექნება თანამედროვე კვლევებზე, რომელიც ადასტურებს აი ამ საბედიანოს ტერიტორიაზე ეთნიკურ მიგრაციულ პროცესებს და მოკლედ დღეს უკვე მეცნიერებას შეუძლია თავად თქვას რა პროცესები, რა მიგრაციული პროცესები ახდენდა გავლენას საბოლოოდ საბედიანოს ბეძე. ანუ ზოგადად რო ვთქვათ, საბედიანო როგორც ასეთი მე-12-მე-15 საუკუნეებში არსებობდა, მაგრამ ეს საბედიანო მერე გრძელდება როგორც ოდიშის სამთავრო. თუმცა ოდიშის სამთავრო უფრო ნაკლებ ტერიტორიას მოიცავდა, თუმცა მისი პირდაპირ სამართალმემკვიდრე ხდება და მოკლედ საბედიანო როგორც აფხაზეთს, ასევე სამეგრელოს გურიას მოიცავდა. მაშინ გურიაში შედიოდა აჭარაც და მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი იყო საბედიანო, ანუ ძალიან ვრცელი ტერიტორია იყო და მოკლედ ჩრდილოეთ კავკასიამდე აღწევდა და ამაზე გვექნება საუბარი. ძალიან საინტერესო თემაა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რატომ უნდა შემოუნახოთ შთამომავლობას და რატომ უნდა მოასმენინოთ შვილებს ეს გადაცემა. მთელი აი ერთ საბედიანოში არის უამრავი ამბავი მოქცეული, ასე რომ მიყავთ ყურადღებით, ორ ენაზე გვაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერ მეგრულად საუბრობთ და შემდეგ უკვე ქართულად გისმენთ ბატონლაშა დროულია დრო არ დავგარ. ხო, ნამდვილად აშრედიო მარგავიროქო ვთქვათ, ეჭკეს საბედიანოში ვჩიებოთ ამღა, საბედიანო მუჭოთაშენ ისტორიული გეოგრაფიული ტერმინე, ნამუთ ივანე ჯავახიშვილი ოდიშის სამთავროს ჯოხობუაშ სანულობად გამშეხ სამეცნიერო ლიტერატურაში. თენა მოურს დადიანების არტ ისტორიულ დოზახინშე ბედიანი. ბედიანების სამთავროს ბჟადალშე უჩაზღვა ალათხოს სანზღოთ. ოჩხანეშე ბათუმდო ორუმეშე სებასტოპოლი. კინთინეს სოხუმხოლო თიშა მიშეშ.
იოსაფა ბარბაროშ შიგინოჩამად საბედიანოს ორუმე სანზღო ჩერქეზეთის გვალებშარე აკასიონშა ოჭერნუანთ მავითო ხუთა ოკუნს შადალ ევროპაშა ოტებული დესპანებ თექიან მაფა თარებს და ვატიკანის პაპას ბედიანს ოჩინება პონა მუჭოთ სამარგალოშ და აფხაზეთის მაფასუნთეშ მუშო კორაგად ათე ბორჯის ათე პერიოდის აფხაზეთ საბედიანაშა მიშურს შკაუკუნეფიშ საქორთუოს ტერმინ ბედიანი ვარდა ბედიელ დუჩერდუ ფეოდალურ თანამდებობა ოდიში სამარგალოშ თეჟზახინელ ბედიაში მთავარი უკვე ნაგვიანა ბორჯის ბედიარე თითურიშ კათაშ თანამდებობაში და ზახინ ნამუთ ბედიაშ ეპარქიას და ოდიშიშ სამარგალოს ტერიტორიას ანუ ჯვეის სამარგალოს ტერიტორიას ომინჯუნა სიტყვა მოურს ისტორიულ ბედიაში სოდეთ მთავარი შართართ თარ რეზიდენცია და ეპისკოპოსის ოზოჯინელ ცენტრი დ რინელი მავითოჟირა მავითანხა უკუნებს ოდიშიშ ერისთავეს მემატიანებ გვალო ხშირას დადიან ბედიანო შირხოლო ჯოხობუათ მიშინანა ართიან საქორთუოშ ბოლო მაფა გიორგი მაბრუო მუშ ანთაშხორო ჟანჟებთან წანაშ ეპისტოლეს შხვა მოხარებწყუმა ართო შინანს ბედიანს მუჭოთ სამარგალოშ მაფასუნთეში ბედიან მაფათრე ხოლო მოშინელ ლუდოვიკო ბოლონური წერილებს ნაჭარუებს თენახოლო თაშ რე გინოჩამილ ვენეციურ დესპანეფიშ იოსაფატ ბარბაროსატო ამბროზიო კონტარინის ნაჭარუებს თინეფიშ თქუალად საქორთუოშ ფშადას სუმანს ომინჯუთ სამარგალოშ მთავადი ნამუსუ ჯოხოთ ბედია ანთასოთხო ჟაჟებთო ჩხორო წანას ყვარყვარე ათაბაგე ხოლო მუში წინგის ბედიანს სამარგალოშ მაფას უძახ ქორთულ ნაჭარაწყუებით ბედიას მავითო ხუთა უკუნს გვარიან გოფაჩილ ტერიტორია გუკინებ ცხენწყარიშ გიოლაფუ თუდონი წელი ლეჩხუმიში თუდოლენაკანი შონეშ გვალაშ გიმაფერდი აფხაზეთის ჟინგვალებდო თეშ სოჯინით თუდორდ თელი აფხაზეთ ჯიქეთჩა ათავრეში იზრენდა მუდა ბედიანებ შადა საქორთუოშ გიშარჩქნილდო ონიერ ფეოდალე ფრენა თენემ ზუღუნა მუნეფიშ რეზიდენცია ჯიხა დოხორებდო შვადღაშვა ოხენწიფე ატრიბუტიკა ოდო დადიან ბედიან თე ტერიტორიაშ ატრონა ავტომატური გენერტ მავითო ხუთა უკუნიშ ართიან საქორთუოშ აკოციმაშდო ბიზანტიაშ იმპერიაშ დონთხაფაშ უკულ საბედიანო გეოპოლიტიკურ იზოლაციას ქუმოხვა თავრეშე ქედიჭყაფუ საბედიანოშ ტერიტორიაშ აკოციმადო დაჭიჭარება ასე თქვა უჯის გუაჩერეთ ისტორიულ საბედიანოშ ოურუმებ ჟადა სუმანშე სოდეთ უკულ ულირ პროცესებ წკონდათ ოძირანს საბედიანოშ წარე პოლიტიკურ კონიუნქტურას მავითამშვა უკუნს ოსმალეთის იმპერიაკ სამარგალოს მიდუღუ სოხუმის ჯიხა თურქულ აგრესიაკ და აფსუ აფხაზების თაქიან კენთხაფაკ აძულ აფხაზეთის კინთინებს ჟადას საქორთუოშ კათალიკოს პატრიარქ ევდომონ მართა ნამუთ ანთასხუდოს ჟაჟდოქთოშკით ანთასხუდოს სმეჟდოქთორო წანენს ნინალენთ რეზიდენცია ბიჭინთაშე გელაჩე გეგნუღალიოტკონ რეგიონ ქუდოსკით უმაღალაშ ოშურე იერარქიაშ და მახვეწე ეკლესია შუნშოთ ათეცალ დემოგრაფიული და პოლიტიკურ ვაკუუმ კავკასიონის ორუმე კარტებში ან უმოსო ადიღეშე ადიღერთ უმოსო გიდიჭ გვალაშ ამდღანერე აფსუეფიშ კინოხონგ მასიურ და უკონტროლო გინულადო თაკ დოხორინ ათე მალიმარი არქაულ მასაკ ლიმეფიდო უჩაჭრით ძალა გიშალაფირ ადგილობრივ ქირსიან მახორუეს ხუდუჭ კულტურულ და იდეოლოგიურ ასიმილაცია თენეკ მუნეფიშ დუდიშა ქიმიჭარეს ჯვეშ გეოგრაფიულ ჯოხობუა აფხაზი მარა თეწკუმა ართო თაკ ქნემ ქიმიღეს მუნეფიშ ორუმე კავკასიაში ნინა აფსუა მუნეფიშ ეთნო ტრადიციებ წესებ და ნართეფიშ ეპოსი თეშახ ტერმინი აფხაზი უკუნებს გემირნუაფუთ მუჭოთ გეოგრაფიულ ჩინება და თიშ ელიტა ქორთულ მარგალურ д საბედიანო ოდიში შუკულიან პოლიტიკურ ისტორია ჯგირო ეკითხილუა ხოლო კელასურის კიდალას შენებას ეტაპებით თინა დუჩე ბიზანტიელენ ზღვაპიჩი საშინეს მანთხა მამშვა უკუნებს ორუმე კავკასიაში გიმანთხა ტომეფიშ გასაჩერებელო მარა მააბრუო უკუნს აფხაზების სამაფოშ გორჩქინაშუკულ თეკ მუშ ფუნქცია მიოდინო და ჭიეჭიეთ გაკოცუ ამდღა ერთღაშა ჯვეში კიდალაშ მუდე გვამაჭერნო ნოსკილედემ ასე ნამუთრე ჩქინდა მოჭერნაფილენთინა ლევან მაჟრა დადიაშ ნაგეფრე აფხაზ ფეოდალების გენთხაფაშ გასაჩერებელო მავითოშკითა უკუნს ეგაფილ საფორტიფიკაციო სისტემა ნამუც უმეეჭ კილომეტრიშ სიგინზაშრე იჭყაფუ მალწყარ კელასური შოკათაფშე მოუნს მალწყარიშ კვარჩხან პიჯის უკულ ურთანს ორუმებ ჟაიოშე და ოდორიშ გვალა ჯინჯის ოჩხანეში ეგინზარებ მალწყარ ღალისგაშ ღარანჩაშა კელასურის კიდალა ართიან წკმარე გინობუნაფილ ორშეფი ნამუთ გინოკილან ჟი გვალაშე გინმაულარ ინწრო შარებს ლევან მაჟრა დადიან არძა მუშ ფეოდალს კიდავალ წამოწანაში ართიშა მუშ მალიმარეფით და ოთხილუდასკო კელასურის კიდალა ლევან მაჟრა დადიანის ღურაშუკულ ქიმიოტესიშო თეშთხილუა მარა თენა ორაგადრე ნამუდა მუშნით კიდალა თაკი შენებულინ თენემს არცას პიჯუხ თევრეშე ორუმეშე ოდო იჯინე სორეშე თე ჯვეში
აფხაზებ აფსუებ გიანთხუდესენ თიშე ანუ თავრეშე იშოოთანდეს თექიან მალიმარეფი და თავრეშე თხილანდეს გიონთხაფოს მუჟამით აფხაზ ფეოდალებ მუნეფიშ გოულა მალწყარ ინგეშა გოფაჩესენ კელასურის კიდალახო მუჟ დუჩეია ფუნქციას მიოდინუანსო და უგოთენა გაკოცენს მარა ამდღარე მოჭრნაფი ჭიეჭი ფრაგმენტები მარა თაქიან თინახოლე ოშინრენა მუდა არტკილებრივ კათა იშენ თეს დადიაშ კიდალახოლე მიშინანს აფხაზებ უზახნა თეს რუსულად ყონა ველიკაი აფხაზკაიასტენას დიდი აფხაზების კიდალა მარა და დადიაშ ნაშენებრა მავითოშკითა უკუნიშ გიშარჩკინელი ოსმალი ისტორიკოს ევლია ჩელებ მუშნა ჭარვებს ნამოთ მავითოშკითა უკუნიშ ჟარნეჩიან წანებს ოძირანსენ თეკ ეჭარას ბუჭო ისტორიულ საბედიანოშ აფხაზეთის სუმანს მანჯღერ კლასი დიახოლო ათენბორჯის მავითოშკითა უკუნიშ ჟარნეჩიან წანებს ქორთულ მარგალიურ კულტურულ და ეთნიკურ ამნახანტეს თხილანს მარა იჭყაფო აფსიურნინაშ გვალაშე გიმნაულა კათაშ ყოლოფათ რზენსხოლო გოფაჩუა ევლიაში ჭარუათ რეგიონის გიშარჩკინელი და მადუდე კლასი ჩაჩბა შარბაშიძე მუნეფიშ მასკერეფიშ ნიათ მარგალურს მერშკინანა ევლია ჩელებთენებს გეოგრაფიულო ამთხანერ გუდაუთაშ რაიონის და ბიჭვინთაშ აკანებს აფიქსირეს იჩიებ ნამუდა აფხაზების მართა ტომს ჯოხო ჩაჩ შარბაშიძეები თენეფრენა მანგარჩკი და კულტურულ კათა თინები იჩიებნა მარგალურ ნინაშა თინინაშა ნამუსო დირნუას თაქიან ფაშა ჩელebe ჭარუნს რეალობას სოდეს სამარგალოშ თავარი ლევან მაჟრა დადიან კონწარო აკონტროლეს რეგიონს და აფხაზურ ტომებს ანძალეს ქიდაუნანინ ევლიებ იჩიებ დადია თიშტონ წარან ძალიერრე აფხაზებს ოშკუნადო აძულებულენა შვიდობიანო ქუდოდირთანი ლევან მაჟრა დადიაშოკო სიტუაცია გლახაშე რადიკალურო დითირო აფსუებ გიანთხუნა არტილობრი მახორვებს და ირფეც მიდუღანა ოხორეს გინუჭუნა ვარდა მუნეფიშ მოინალეფო მეუნა ისტორიულ საფედიანოს შოურუმებს ჟადალ სუმან თინეფიშ აგრესიულ ექსპანსიას თარხანკო გინირთუ ათე დინამიკას ჭირო ოზირანს გენიალურ რუს პროფესორიშ ანატოლ ნესტორის სკუა გენკოშ ნახანდუებ თეკ ქიდგურუ კავკასიაშ მახურუეფიშ ნინადო კულტურა ოდო ქიმერთი არზიშა ნამუდა ამდღანერ აფხაზი აფსუებდო ოურუმე კავკასიას მახურუ აბაზებ ყარაჩი ჩერქეზებ არტ კინოხონ შემულადო გვალა ამარდეიან მული ბორჯის არტ ეთნო ლინგვისტურ მასივს ოკათუდეს აბაზადო აფსუა არტირენა მენცარ ქაზერ ნამუდა ტერმინ აბაზარე არტიან ჯოხობუა ნამუთ ორულმე კავკასიაშ მახორუებს ჩერქეზებ უძახუდეს ამდღანერ აფხაზების მუნეფის ჯოხობუა აფსუა ათე კავკასიურ ჯინჯიშ ფონეტიკურ ვარიაციარე ლინგვისტურ და ტოპონიმიკურ ანალიზით გენკო ქიმერთი აზიშა ნამუდა აფსუების ისტორიულ დაბადერე ორულმე კავკასიაშ გვალა მალწყარები ყუბანიშ და ტეპსი შაუზები ათავრეშე მოლართეს თნემ გორუმე აკანშა უჩას ხვაპიჟიშე ამდღანერ აფხაზეთით ნაგივენაშ კავკუნებ ჭიეჭიეთ მიგრაციულ მუშოლად გიფაჩეს დიოგვალაპეჭის და უკულ რზენს პროფესორ თისხოლოკი შარცხის ნამუდა ანტიკურ ბორჯიშ კოლხებ და ამდღანერ აფსუებ შკას მანგოიან ეთნიკურ ნათესობა ვარე კოლხების მანგოიან მოითერებთუნა მარგალებ თინეფიშკას გააფსუებულ მარგალებ მარა ნაგვენა ბორჯის მუნაულ აფსუებ ორულმე კავკასიურ ელემენტებთუნა ამდღანერ აფსურ ისტორიოგრაფია 20 დაჯერებას ნამუდა ტუაფსეშე ინგიშა ირო ართი მონოლითურ ეთნოკულტურულ კათა ოხორანდუნდო თენებდეს აფხაზებ მუშო ყორაგათენა თაშვარე მუშენდა ტოპონიმიკადო ასეიან არქეოლოგიურ ძირაფიე მოჩამებს ხვას იჩიებნა რეალობა ყველა ხვას მოძრნა ათე მიგრაცია ქუმოხვად ვარტხვალე კავკასიონის გინალებშე ვერტიკალურო ვარონ ჰორიზონტალურო უჩოს ღვაპიჯიდო გვალაშა აწმამე ჭაკანებშე გინილეს მალწყარს სიბდო ეტაპებით გემშართეს ამდღანერ ზენი შოხორუებშა გაგრა გუდაუთა სოხუნდო ოჩამჩრე რაიონებშა ათე ექსპანსიაკ მავითოშკითა უკუნიშ დალიას ქუმაჭირნო ინგირიშ ბიჯიშა ანატოლ გენკოშე ნაჭარა ლინგვისტურ მიგრაციაშ მოდელდო კოლხურზანურ ნოსკლიდე ანთვალკვე კარკანტიათრერჩკინელ თლიან გენომიმიშ სეკვენირებაშ და მოლეკულურ გენეტიკაშ მეჭერნაფუებით ნაგვიანა ბორჯის მუნაულ აფსუა ეთნიკურ მასაკ დოთირუ რეგიონის დემოგრაფიულ მეჯნადო ქიმიბრით ამდღანერ ამნახანტი ოდა ათაშა თეკ მოხვად უკვე საბედიანოს თავრეშე ორულმე ჟადაშე ჩივებში უთასე გურია ხოლო თეთხუ ყოლი აჭარაც აკე გორჩქენდო თეთ საბედიანოს და მომამუსო ათეშა მუდა მუშა თეკ უმოსო სენსიტიურ მუდა რეთენა თე აკანშე მოხვად თე საბედიანოში აკოცი მაგდო უმოსო თავრეში უთეში ზაიაშ გიშაღაიაკ ძალიან საინტერესოა უბრალოდ მე ასად არ შემოხვედრია ეს თემა სასაუბროდ ბატონოში ხო სანარხოთ ვარ ეთენა ტოპოგრაფიაჩიდო და ეხლა ასე შილებეთენა მათეთ ასე და ინტერესი უმოსოდო ართი მონოგრაფია გუაკეთეთე შენი მუჭოს მენცარულ მონოგრაფია და თეშე იფრელ კუოძირენ მუჭო და თეკ დინამიკა მუჭო გორჩქინ და თეკ ყოლი ეთნიკური და მუშნერი თეკ მიდომიო ხორანდ ყოლ მუდარ ეთნოკულტურანი თენას და ანა იფრეშილebe არტ მონოგრაფია გარენებში თენა ხოლმე გარინარე მუჭო ხო
ისტორია ჯეშე ხო ირო ხო კორტე ისტორია. ხო, მუშო ყოლაგათი. მუშენ მიდგენ ვარდო ცეცენა უჩხუდუნ ფერდო კითხირებული აფუდუნ კითხირებული ვარდა გუნაგონ არა ვაფუდო ჯეშებში. ხო, ათე ჩქინი ჯეშეს მგან ჭე ჭარვას არენა გვალი. მაგრამ დინე ჩამა გვალი ჯირო უჩხუდას ჩიება, თუ ამბეს ჩიება. მარა თაკ მაჟრა ხოლიორე ომართებელი თინა ნამუდა ირო მიდგარენიშ მუდაშტ ქუმოხვადეს უკეთე ფოლე უკუნებს ოდო ბრედ ნაჭარვე ფოლე მედინ მედინ და ბრედ მუდგარენიშ რაგათხოლებაში. ვეშილebe დუკული ოდო ყვე მუნა ოჩორდეს თე შხვა მუნა ულაკათა თინა ხოლე ასე ორაგადრა თაკ იძირე მუჭო თი აფსუებ ხო ქუმორთეს თაკი არტგილობრივი კათა ხო თეკი მუნემ დემონეს ოდო უკული მოინალებ გინართინეს დო აგურვას უძახნა ანუ მარგაც ანუ მონა ანუ ჭყორია და მოკლედ ათენაი თის ხოლე ძირანს ნამოდა თინე მუნაულერა და არტგილობრივი ხახე მუნეფის ნინალობაში თუ და ქიგიორნესენ თინა დამგრახადო უკიდადია შეუგენდეს ო მაგარი გიგე ვარდა ირო ასე ქოპტყვათენა ასე ვარათენა მაგაითო ჯები ვარდას მართებული მაგრამ ისტორია ყოფთუაჩკე მართალი ისტორია ნამურდუნ ათე მუნაულა აფხაზი აფსუები ირო პრობლემა კი უჩკინ ეთნიკურ მუდას ჩიკულ ქმოხვაჭიჭე გარკვეულ პერიოდის არ პერიოდის ართიან ცხოვრება შვიდობიან ცხოვრება კონტინ დროს უკვე ართიანი კი ევროპეს და ართიან ტრადიციებ გართიანს გაუზიარეს მაგრამ მუჭოთაშინ უმოსო გლახა მუდა ხოლო პოლიტიკა რა მოშენდა ბევრი პარალელი გაეგო მე რაღაცა დააკავშირეს ერთმანეთთან, მე ჰარმონია შეიქმნა და ეთყობა შეიძლება დავალება არის ოფიციალური, მაგრამ მაინც არ უნდა ელაპარაკოთ სულზე. ეს ადამიანის ბუნება, აი მუთ დურდუ, აი ეს დამოკიდებული შოკოლადა. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი მეგრულად. კი, ნამდვილად გეთახებით. ძალიან რთული იყო, ამიტომ ქართული ვერსია გვჭირდება მეტი პოლემიკისის და მეტი გასწრების. კი ბატონო, ჩვენ მოკლედ ზოგადად საბედიანოზე ვისაუბრებ და თუ იქნება ინტერესი მსმენელებისგან, ჩვენ შეგვიძლია ჩავშალოთ ეს და ძალიან დეტალურად და კონკრეტულად ვისაუბროთ ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ სხვა მასალა კი ბატონო, კი და ზუსტად მადლობა მინდა ბატონო ივრის მოახსენე რომ დაინტერესება გამოხატა ამ თემით, იმიტომ რომ ნაკლებად არის ეს. და სხვა შორის წვლილი შეიტანა ამ გადაცემის მომზადებაში შორიდან. კი ბატონო. მოკლედ საბედიანოზეა ჩვენი დღევანდელი თემა და თვითონ ეს საბედიანო ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინია, რომელიც თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ შემოიტანა ოდიშის სამთავროს აღსანიშნავად. იგი მომდინარეობს დადიანთა ერთ-ერთი ისტორიული წოდებიდან ბედიანი. ბედიანთა სამთავროს დასავლეთით შავი ზღვას საზღვრავდა, სამხრეთით ბათუმი და ჩრდილოეთით სებასტოპოლი, ანუ თანამედროვე სოხუმის მასვე ეკუთვნოდა. იოსაფა ბარბაროს ცნობის მიხედვით საბედიანოს ჩრდილოეთის საზღვარი ჩერქეზეთის თაკრეხილამდე ვრცელდებოდა და კავკასიონის ქედამდე აღწევდა. მე-15 საუკუნეში ბედიანი დასავლეთ ევროპაში გაგზავნილ დესპანებს იქაური მეფე მთავრებისთვის და პაპისთვის გაუცნიათ როგორც სამეგრელოსა და აფხაზეთის ერთიანი მეფე. ცხადია ამ პერიოდში აფხაზეთის საბედიანოში შემოდიოდა. შუა საუკუნეების საქართველოში ტერმინი ბედიანი, ანუ ბედიელი, ორი ვარიანტი თქვა ბედიანი ან ბედიელი, თავდაპირველად არ იყო ცალკეული, დამოუკიდებელი წოდება. იგი აღნიშნავდა ფეოდალურ თანამდებობას, ოდიშის სამეგრელოს ერისთავს და ან ეგრეთ წოდებულ ბედიის მთავარს. მოგვიანებით ბედიანი იყო საგვარეულო ან თანამდებობითი წოდება იმ პირებისა, რომლებიც ბედიის ეპარქიასა და ოდიშის სამეგრელოს ტერიტორიას განაგებდნენ. სიტყვა უკავშირდება ისტორიულ ბედიას, სადაც მთავრის ერთ-ერთი რეზიდენცია და საეპისკოპოსო ცენტრი მდებარეობდა. მე-12-მე-14 საუკუნეებში ოდიშის ერისთავებს ხშირად მემატიანები დადიან ბედიანებად მოიხსენიებდნენ. მეფე გიორგი მერვე თავის 1459 წლის ეპისტოლეში სხვა მოკავშირეთა შორის ბედიანს როგორც სამეგრელოს მეფეს იხსენიებს. ბედიანი მეფედ იხსენიება ასევე ლუდოვიკე ბოლონიელის მიერ შედგენილ პირობის ბარათში. ამასვე ადასტურებს ვენეციელი დესპანების იოსაფატ ბარბაროსა და ამბროზიო კონტარინის ცნობების სამეგრელოს შესახებ. მათი სიტყვით, საქართველოს დასავლეთ ნაწილს ფლობდა სამეგრელოს მთავარი, რომელსაც ბედიანი ეწოდებოდა. 1459 წელს ყვარყვარე ათაბაგიც თავის წიგნში ბედიანს სამეგრელოს მეფედ იხსენიებს. ქართული წყაროების ცნობით, ბედიანს მე-15 საუკუნეში ეკავა საკმაოდ ფართო ტერიტორიები. ეპყრა ცხენისწყლის ჩაღმართი, ლეჩხუმის ქვემოთი, სვანეთის მთის გადმოღმართი, აფხაზეთის ზემოთი, მასვე ექვემდებარებოდა აფხაზეთი ჯიქეთამდის. ზემოთქმნიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბედიანები, იგივე საერო ბედიელები, დასავლეთ საქართველოს უძლიერესი ფეოდალები იყვნენ. დამოუკიდებელ ბედიანებს ჰქონდათ საკუთარი რეზიდენცია, ციხე-სასახლითა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ატრიბუტიკით, ხოლო დადიან ბედიანი მისი ავტომატური მფლობელი ხდებოდა. მე-15 საუკუნეში საქართველოს ერთიან სამეფოს დაშლისა და
ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ საბედიანო გეოპოლიტიკურ იზოლაციაში მოექცევა. აქედან იწყება საბედიანოს ტერიტორიის დაშლა და დაქუცმაცება. ამჟამად ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ ისტორიული საბედიანოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე, სადაც განვითარებული ისტორიები მკაფიოდ ასახავს რთულ პოლიტიკურ კონიუნქტურას. მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიამ აიღო სოხუმის ციხე. თურქულმა აგრესიამ და აფხაზების თავდასხმებმა აიძულა დასავლეთ საქართველოს, იგივე აფხაზეთის კათოლიკოს პატრიარქი ევდემონ I რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოეტანა. რეგიონი დარჩა უმაღლესი სასულიერო იერარქიის და მუდმივი ეკლესიის გარეშე. შექმნილ დემოგრაფიულ და პოლიტიკურ ვაკუუმში კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებიდან ადიღედან დაიწყო მთიელი თანამედროვე აფსუების წინაპრების მასობრივი და უკონტროლო ჩამოსახლება. ამ მებრძოლმა არქაულმა მასამ მოახდინა ომებითა და შავი ჭირით დასუსტებული ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის სრული კულტურული და იდეოლოგიური ასიმილაცია. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს, ხო შედარებით აღსანიშნავია, სწორედ ეს იდეოლოგიური და კულტურული ასიმილაცია, ხო შედარებით გალის მოსახლეობა განიცდის სამოსახლოს მოსახლეობა ხარ დღეს სამწუხაროდ და ამ პროცესს. მათ გადაიპარეს ძველი გეოგრაფიული სახელი აფხაზი, მაგრამ თან მოიტანეს საკუთარი ჩრდილოეთ კავკასიური ენა აფსუა, ადაწესები და ნართების ეპოსი. მანამდე ტერმინი აფხაზი საუკუნეების მანძილზე გეოგრაფიული ცნება იყო. მისი წამყვანი ელიტა კი ქართულ სამყაროს განეკუთვნებოდა. საბედიანო ოდიშის სამშემდგომი პოლიტიკური ისტორია კარგად იკითხება კელასურის კედლის მშენებლობის ეტაპების მიხედვით. მისი შედარებით მცირე ნაწილი ზღვის სანაპიროსთან ჯერ კიდევ ბიზანტიელებმა ააშენეს ადრე ქრისტიანულ ხანაში. ჩრდილოეთიდან მომდინარე მომთაბარე ტომების თავდასხმების შეკავების მიზნით მაშინაც დანიშნულება იგივე ჰქონდა, რაც მოგვიანებით პერიოდში გაუჩნდა, მაგრამ მე-8 საუკუნის დასასრულიდან აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ ზღუდემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თანდათან დაინგრა. მისმა ნაშთებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. რამდენიმე საზირკველმა მოაღწია მარტო და აქედან გაერკვა, რომ ის ბიზანტიურ პერიოდში არის აშენებული. ამჟამად შემორჩენილი რაც არის, ეს ლევან მეორე დადიანის მიერ აფხაზი ფეოდალების შემოსევების შესაძლებლად იყო აგებული. და ეს მე-17 საუკუნეში აგებული სასიმაგრო ნაგებობათა სისტემაა. საერთო სიგრძე შეადგენს 60 კილომეტრს. კედელი იწყება მდინარე კელასურის შესართავიდან, მიუყვება მდინარის მარცხენა ნაპირს, შემდეგ უხვევს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ და კოდორის ქედის ძირის სამხრეთი მხრიდან გრძელდება მდინარე ღალეცის ხეობაში. კელასურის კედელი ერთმანეთთან კოშკებით დაკავშირებული ცალკეული სასიმაგრო ნაგებობებია. ზღუდით გამაგრებულია მხოლოდ ვიწრო გამოსასვლელებში. და ესეც კარგად ანახებს, რომ ეგ მომთაბარე ტომების შესაკავებლად არის გაკეთებული, ეს აგებული, იმიტომ რომ სწორედ აი გადმოსასვლელები რაც იყო არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიიდან, არამედ გვარიდანაც სწორედ ესენი რომ გააკონტროლოს. ლევან მეორე დადიანმა საგანგებო ღონისძიებანი გაატარა კელასურის კედლის დასაცავად. მაგალითად, ყოველი ფეოდალი ვალდებული იყო წელიწადში ერთი თვე თავისი მხედრებით ემორიგეა. ლევან მეორე დადიანის სიკვდილის შემდეგ კელასურის კედელი მიატოვეს, თუმცა ხალხის მეხსიერებაში მისი სახელი დღემდე დარჩა და ის დიდხანს დადიანის კედლის სახელით მოიხსენიებოდა. როდესაც აფხაზმა ფეოდალებმა ძალაუფლება მდინარე ენგურამდე გაავრცელეს, კელასურის კედელმა თავისი ფუნქცია დაკარგა. მე-17 საუკუნის გამოჩენილი ოსმალი ისტორიკოსი და მოგზაური ევლია ჩელები თავის ცნობების მიხედვით მე-17 საუკუნის 40-იან წლებში ჯერ კიდევ ისტორიული საბედიანოს აფხაზეთის ნაწილის მმართველი კლასი აღწერს, რომ ქართულ-მეგრული კულტურული და ეთნიკური სივრცის შემადგენელია, ხოლო აფსური ენა გვიან ჩამოსახლებულმა ტომებმა შემოიტანეს. პირველ წყაროს მიხედვით რეგიონის უპირველესი წარჩინებული და მმართველი კლასი ჩაჩვა-შარვაშიძეები მშობლიურ ენად მეგრულს იყენებენ. ევლია ჩელები მათ გეოგრაფიულად დღევანდელი გუდაუთის რაიონის და ბიჭვინთის ზოლში აფიქსირებს. აფხაზთა პირველ ტომს ეწოდება ჩაჩ-შარვაშიძეები, ასე აღწერს ევლია. ეს ტომი ყველაზე დიდებულია და თავაზიანი. ისინი ლაპარაკობენ მეგრულად, სწორედ იმ ენით, რომელიც გამოიყენება ფაშის მიერ მხარეს. ჩელები აღწერს რეალობას, სადაც სამეგრელო მთავარი ლევან მეორე დადიანი მკაცრად აკონტროლებს რეგიონს და აფხაზურ ტომებს მორჩილებაში ამყოფებს. დადიანი იმდენად ძლიერი მმართველია, რომ შიშის გამო აფხაზები იძულებული არიან მშვიდობიანად იყვნენ. აღსანიშნავია ის, რომ ლევან მეორე დადიანს არის აფხაზები მთავრების შვილები მძევლად ყავდა, იმიტომ რომ მუდმივად ხდებოდა მათგან თავდასხმები. ლევან მეორე დადიანის შემდეგ ვითარება სამწუხაროდ რადიკალურად უარესდება. აფხაზები ძარცვავენ და ატყვევენ მშვიდობიან მოსახლეობას. ისტორიული საბედიანოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მათი ექსპანსიის ძირითადი სამიზნე ხდება. ამ დინამიკას კარგად ანახებს რუსი მეცნიერის ანატოლი ნესტორიძე გენკოს დასკვნები, რომელიც სამწუხაროდ მე შეეწირება ამ დასკვნებს, იმიტომ რომ თვითონ საბჭოთა იმპერიას არ აწყობდა და რუსეთს არ აწყობდა ეს დასკვნები, რომ დღევანდელი აფხაზების და აფსუების და ჩრდილოეთ კავკასიაში თანამედროვე ყარაჩაი-ჩერქეზეთში მცხოვრები აფხაზები წინაპრები უახლოეს წარსულში შეადგენენ ერთიან ეთნოლინგვისტურ მასივს. აფხაზა და აფსუა ერთი და იგივეა. მეცნიერმა აჩვენა, რომ ტერმინი აფხაზ არის საერთო სახელი, რომლითაც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, ჩერქეზები ამ ტომებს მოიხსენიებდნენ. თავად აფხაზებისთვის სახელწოდება აფსუა კი სწორედ ამ კავკასიური ძირის ფონეტიკური
ვარიაციაა. ლინგვისტური და ტოპონიმიკური ანალიზით გენკომ დაასკვნა, რომ აფსუების ისტორიული სამშობლო იყო ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთი, მდინარეების ყურბანისა და ტეპსის აუზები. სწორედ იქიდან გადმონასწრეს მათ სამხრეთით შავი ზღვის სანაპიროზე, დღევანდელ აფხაზეთში. გვიან-შუა საუკუნეებში თანდათანობით მიგრაციული ტალღების სახით. პროფესორი ხას უსვამდა, რომ ანტიკური ხანის კოლხებსა და თანამედროვე აფსუებს შორის პირდაპირ ეთნიკური ნათესობა არ არსებობს. კოლხურის სამყარო ქართულ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ხოლო აფსუები მოგვიანებით მოსული შილოკავკასიური ელემენტია. თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მტკიცებულება, თითქოს ტუაფსიდან ენგურამდე ტერიტორია მუდამ ერთიანი მონოლითურ ეთნოკულტურულ საცხოვრებელ არეალს წარმოადგენდა. ეს, რა თქმა უნდა, მოდი წინააღმდეგობაში გეოგრაფიულ და არქეოლოგიურ რეალობასთან, აი ტოპონიმიკა, არქეოლოგიური მასალები სულ სხვა რაღაცას ამბობენ. ეს მიგრაცია განხორციელდა რა კავკასიონის ქედის გადმოკვეთით, ესეც საინტერესო რო ხაზი გაუსვათ, არამედ ჰორიზონტალურად, შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მთისწინეთის კორიდორით. ნაკადმა გადმოკვეთა მდინარე ბზიფი და ეტაპობრივად აითვისა დღევანდელი ფარის აფხაზეთის სიღრმეები, გაგრის, გუდაუთის, სოხუმისა და ოჩამჩირის რეგიონები. ეს ექსპანსიური ტალღა მე-17 საუკუნის მიწურულს საბოლოოდ შეჭრდა მდინარე ენგურთან. ანატოლი გენკოს მიერ აღწერილი ლინგვისტური მიგრაციის მოდელი და კოლხურ-ლაზური წარსული დღეს სრულად და უტყუარად არის გამყარებული თანამედროვე თლიანი გენომის სეკვენირებისა და მოლეკულური გენეტიკის მიღწევები. დნმ-ის ანალიზი საბოლოოდ დასტურებს, რომ გვიან მოსულმა აფსურმა ნაკადმა მხოლოდ გვიან შუა საუკუნეებში შეცვალა რეგიონის დემოგრაფიული სახე და მივიღეთ სწორედ ეს მოცემულობა სრულიად სხვა დემოგრაფიული სურათი. დიახ, მოკლედ ესეთი, ქართულადაც რთულად გასაგები ამბავია და რამდენი კვლევა და რამდენი ვერსია ჩამოთვალეთ ახლა ბატონაშა თქვენ. ხო, კი ბატონო, აი წინააღმდეგობრივი ვერსიები არსებობს, თვითონ აფხაზი თანამედროვე აფხაზი ისტორიოგრაფები რაღაც გამოგონილ ისტორიებს იგონებენ და ასე შემდეგ და მოკლედ მათ ეხმარებიან რუსის შოვინისტი მეცნიერები, რომლებიც ცდილობენ გააყალბონ და ძალიან საინტერესოა ის, რომ მათ უნდათ რომ დაემტკიცებინათ აფშილების კულტურა, რომ ეს არის წმინდა თანამედროვე აბსურდთან პირდაპირ კავშირში და სამწუხაროდ საწინააღმდეგო ჩინებები მიიღეს, როცა ჩაატარეს არქეოლოგიური გათხრები თვითონ ეს ეგრეთ წოდებული აფხაზეთის დიდი კედლის, აქაც წინააღმდეგობაში აღმოჩნდა, რომ მე-16-მე-17 საუკუნეებში აქ ძირითადად არის ადგილობრივი მეგრული წარმოების კერამიკა და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად ადგილობრივი წარმოების არის ყველაფერი და კი, სამწუხაროდ ამის აღიარება ძალიან უჭირთ და ამას მე თავისთავად პოლიტიკური სარჩულის გაზდევს და შეგულიანება და არადა მათაც ესმით, აი თვითონაც აქვს ეს კომპლექსი, ახლა მე მქონდა საუბარი, რომ მართლაც იციან, რომ თანამედროვე აი ეს აფხაზები არიან მოსულები. ანუ იმ ძველ აფხაზებთან პირდაპირ მათ აკავშირებდა, უბრალოდ მათ მიიღეს ეს ეთნონიმი აფხაზი, თავიანთ თავს მოარგეს და შესაბამისად პირდაპირ მემკვიდრეებად აცხადებენ თავს. აბსოლუტურად ბმა არ არის, იმიტომ რომ მოხდა წყვეტა, იმ ძველი აბაზგურ აფშილური ტომების ასიმილაცია მოხდა იმ საერთო ქართულ სახელმწიფოში და შესაბამისად ისინი აბსოლუტურად გენეტიკურად სხვა ხალხია და მოკლედ ნათესობას ამჟღავნებდნენ ისინი კი აი ადიღეურ ტომებთან, მაგრამ ძალიან დიდი საუკუნეების განმავლობაში მოხდა მათი გენეტიკური დაშორება. ხო და ეს აბაზური პირდაპირ აი აბაზურ და აფსური ეთნიკური შემადგენლობა ერთი და იგივეა. ანუ დიდი განსხვავება არის აბაზების და აი უბიხებიც, რომლებიც რუსებმა გადაასახლეს და მოკლედ ფაქტიურად გენოციდი მოუწყვეს, სწორედ აი ძალიან ახლოს იყვნენ თანამედროვე აფსუებთან გენეტიკურად და დნმ-ის ანალიზი ამას აშკარად ანახებს. ნუ მოკლედ ეს რუსეულად ძალიან ბევრი უნდა იცოდე ამ თემაზე. პოლემიკა რომ გააბა და ძალიან ინფორმირებული უნდა იყოს და დადასტურებული ამბებიც, იმიტომ რომ ჭორი და მოგონილი და თავისასარგებლოდ დაწერილი და წაკითხული ძალიან ბევრია. კი ბატონო, აი ძალიან საინტერესოა დავამატებდი, რომ აი აფხაზებმა შეითვისეს აქედან ბინადარი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ლექსიკა, ანუ სამწათმო ლექსიკა, მაგრამ აფხაზებმა აქ ადგილობრივ მოსახლეობაში გაავრცელეს წყემსური ლექსიკა. ანუ ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ისინი მომთაბარე, თავიანთი სამეურნეო საქმიანობა იყო ძირითადად მომთაბარეობა, მესაქონლეობა და ძალიან ფართოდ შემოიტანეს მათ ეს წყემსური ლექსიკა. და მეგრებში დღესაც კი აი ეს ლაბაშა და სხვადასხვა აფხაზეთიდან არის შემოსული, მოკლედ სწორედ აი რაც დაკავშირებულია მესაქონლეობასთან. მოკლედ აი თუ ვინმეს გაინტერესებს გადაცემის დასაწყისშივე თქვა ბატონ მალაშა რომ არის სხვა მასალა და დაუსრულებლად შეიძლება საუბარი და თუ ვინმეს გაინტერესებს შემიძლია მოვწეროთ. გადაცემა აიტვირთება დღეს საღამოს ვებზეც, Facebook-ზე, YouTube-ზე ცხადე კომენტარიც აქვს თუ დატოვებთ და თუ გაინტერესდებათ ჩვენ აუცილებლად მოვამზადებთ რაღაც ნაწილს კიდევ ამ გადაცემისას.
ამ თემასთან დაკავშირებით და გაგიზიარებს და კითხვა-პასუხის რეჟიმი ჩართულია, ასე არ არის ბატალაში. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ sad ვართ შენიშვნების მივიღოთ. რა თქმა უნდა. კრიტიკული შენიშვნები ბუნებრივია და ვეცდებით რომ ჩვენი არგუმენტები გავამყაროთ, იმიტომ რომ სწორედ აი მეცნიერულ არგუმენტებზე დგას ეს მოსაზრებები და ყველა ასაკ ბუნებრივი არსებობის უფლება და მთავარია არგუმენტებით და სწორედ აი ეს კონტრარგუმენტებით მოხდეს საბოლოოდ დასკვნების გამოტანა და არა პირადი შეურაცხყოფებით. ცხადია და ამიტომაც აღვნიშნე მე და თავიდან დავიწყე მეგულა და გადავედი ქართულზე, იმიტომ რომ არის ძალიან სენსიტიური თემა და არის ძალიან სათუთი თემა. ამიტომ თითოეულ სიტყვას უნდა დაუკვირდე. არასწორად გამოთქმული სიტყვაც კი შეიძლება დაუსახელო გახდეს. ამიტომ ვფრთხილობთ, მხოლოდ ეგ არის. მოკლედ მორიგით რა ბატალაშა რით შეგვიძლია ახლა განვაცხადოთ ხო, მოკლედ ჩვენ ახლა ისტორიაზე ისე, მაგრამ მე მგონი ისე ჯობია რომ დავაბრუნდეთ ჩვენს იმ ციკლს, როცა მივყებით აი და ხვამა ივანოვაზე, ანუ იუნისის ლოცვაზე ვისაუბროთ. ანუ ხვამა ივანოვა იყო ჩვენში ასეთი ტრადიცია და მოკლედ ახლა ივანოვაა ივნისის თვეა და შესაბამისად აი ამ პერიოდში რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და ვინ ლოცულობდა და ვინ აღავლენდა ამ რიტუალებს, ამაზე ვისაუბროთ. მოკლედ მე მგონი დროულიადაც ადეკვატურიც. ცხადია, ჩვენ სერიოზულად მივყვებით, ჩვენ სეზონურად მივყვებით, დღესასწაულები არ გვინდა გამოგვჩეს და მოკლედ აი ეს მაქსიმალურად ვცდილობთ ფორმატში ვიჯდეთ. მადლობა ბატონლაშა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის. მადლობა ბატონი იულის. მოგვეწოდა არაერთი ესე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, სწორედ მისი ინიციატივით გავაჟღერეთ ეს გადაცემა პირდაპირ ეთერში და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ჰქონდა ბევრი კითხვა და აინტერესებდა ეს თემა და გავიდა კიდევაც პირდაპირ ეთერში. ეს თემა არის ძალიან საინტერესო, ასე რომ მოასმენთ თქვენ შვილებს და შვილიშვილებს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი ნახეთ ვებზე radio.net.lg, Facebook-ზე radio.net, YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადეს კინოხონი და ყველა გადაცემა დახვდებათ იქვე. რაც შეეხება live რეჟიმს, ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე ოდაბადეს კინოხონის დროა და 5:09-ზე FM, ასევე ინტერნეტის radio.net.lg. ჯირო ზოჯუნდათ მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. კარგად გზამდებოდეთ, ჯირო ზოჯუნდათ, ბედნიერებას გიზალათ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეს კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეს კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.